რამდენად მოხერხდება დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმით ღაზაში ორწლიანი ომის დასრულება. ისრაელის ინიციატივაზე თანხმობას აცხადებს ახლა ბურთი ჰამასის მოედანზეა. დათანხმდება თუ არა პალესტინური დაჯგუფება ტრამპის შეთავაზებას. ჰამასის დელეგაცია ახლა დოჰაში შუამავლებთან მოლაპარაკებებს მართავს. ტრამპის სამშვიდობო გეგმა 20 პუნქტიანია. დოკუმენტი ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლებისა და ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. გეგმაში საუბარია გარდამავალი ტექნოკრატიული კომიტეტის შექმნაზე, რომელმაც ღაზის მართვა უნდა უზრუნველყოს. ამ კომიტეტს ზედამხედველობას გაუწევს საბჭო თავად დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით. საბჭოს შემადგენლობაში შევა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ტონი ბლერიც. შადების პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმაზე თანხმობისთვის ჰამას ახლა 4 დღიან ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ტერორისტულ დაჯგუფებას სევდიან დასასრულს პირდება. კეთი ჩოხელი გიამბობთ. ისრაელზე ჰამასის თავდასხმისა და ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების 2 წლის თავამდე 1 კვირით ადრე პრეზიდენტმა ტრამპმა სამშვიდობო გეგმა წარადგინა. ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერმა ღაზაში ომის დასრულების ინიციატივა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გამოაცხადა და ამას ცივილიზაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი დღე უწოდა. მინდა მადლობა გადაუხადო პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს გეგმაზე დათანხმებისთვის და იმ ნდობისთვის, რომ თუ ერთად ვიმუშავებთ, შეგვიძლია დავასრულოთ სიკვდილი და განადგურება, რომელსაც ვხედავთ მრავალი წლის, 10 წლეულების, თუნდაც საუკუნეების განმავლობაში და დავიწყოთ უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის ახალი თავი მთელი რეგიონისთვის. ტრამპის გეგმა 20 პუნქტიანია. დამტკიცების შემთხვევაში 72 საათის განმავლობაში ის ჰამასის ტყვეობიდან მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს. სანაცვლოდ ისრაელი ციხეებიდან გაუშვებს ასობით პალესტინელ პატიმარს და შეთანხმებულ ხაზებზე ეტაპობრივად გაიყვანს თავის ძალებს. ღაზის სექტორი უნდა გახდეს დემილიტარიზებული, ტერორიზმისგან თავისუფალი ზონა. გეგმა გამორიცხავს ისრაელის მიერ ანკლავის ანექსიას ან ოკუპაციას. ჰამასის წევრებს, რომლებიც ვალდებულებას აიღებენ მშვიდობიან თანაარსებობაზე და განიარაღდებიან, მიენიჭებათ ამნისტია. ასევე მიმღებ ქვეყნებში გასვლის სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნებიან უსაფრთხო დერეფნით. ღაზაში უნდა განთავსდეს სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალები და დაიწყება ჰუმანიტარული დახმარების მასშტაბური მიწოდება. რაც შეეხება ანკლავის მართვას, სექტორის მართვა მოხდება დროებითი გარდამავალი ტექნოკრატიული კომიტეტის მიერ, რომელიც დაკომპლექტდება პალესტინელებისგან და საერთაშორისო ექსპერტებისგან. კომიტეტს ზედამხედველობას გაუწევს ეგრეთ წოდებული მშვიდობის საბჭო, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი სხვა ლიდერებთან ერთად უხელმძღვანელებს. საბჭოში შევა გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი. ჯერა რომ ღაზაში ომის დასრულებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ. ვფიქრობ დღეს ახლო აღმოსავლეთში და მის მიღმა მშვიდობისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ვქმნით. თუ ჰამასი უარყოფს თქვენს შეთანხმებას პრეზიდენტო ან თითქოს დათანხმდებიან და შემდეგ საწინააღმდეგოდ ყველაფერს გააკეთებენ, მაშინ ისრაელი საქმეს თავად მიიყვანს ბოლომდე. ეს შეიძლება მარტივი ან რთული გზით გაკეთდეს. პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ თუ ჰამასი შეთავაზებას არ დათანხმდება, ის ისრაელის პრემიერს სრული მხარდაჭერით უზრუნველყოფს, რომ მან გააკეთოს ის, რაც საჭიროა. ახლა საერთაშორისო საზოგადოება ჰამასის პასუხის მოლოდინშია. მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ ტრამპის შეთავაზებული ინიციატივა ისრაელისკენ არის მიკერძოებული. ამჟამად ჰამასი 20 პუნქტიან გეგმას სწავლობს. დღეს დოჰაში პალესტინური დაჯგუფების წარმომადგენლები მოლაპარაკებებს გამართავენ თურქეთისა და კატარის ხელისუფლებების წევრებთან. ჰამასის მომლაპარაკებელმა დელეგაციამ პირობა დადო, რომ გეგმას პასუხისმგებლობით შეისწავლის. სწორედ ეს ხდება ახლა. დღეს იქნება კიდევ ერთი შეხვედრა თურქული მხარის მონაწილეობით გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციების მიზნით. დონალდ ტრამპის წარდგენილ გეგმაში არ არის ნახსენები კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული დარეგულირება. ეს არის ის გზა, რომელშიც კონფლიქტის გრძელვადიან დარეგულირების შესაძლებლობას ხედავს ევროპის ქვეყნების ნაწილი. თუმცა გეგმა არ გამორიცხავს მომავალში პალესტინის სახელმწიფოებრიობის პერსპექტივას. კერძოდ ინიციატივაში ნათქვამია, რომ ღაზის რეკონსტრუქციისა და პალესტინის ადმინისტრაციის რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად შესაძლოა საბოლოოდ შეიქმნას პირობები პალესტინის თვითგამორკვევის და სახელმწიფოებრიობისკენ რეალური გზისთვის. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კატეგორიულად გამორიცხავს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესაძლებლობას. საბოლოო ჯამში უნდა გვახსოვდეს, რომ ეს შეთანხმება საერთოდ არ აგვარებს ძირითად პრობლემას, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში არსებობს და რომელიც წარმოადგენს ყველაფრის მიზეზს, მათ შორის ოქტომბრის მოვლენებს, რაც არის ისრაელის მიერ პალესტინური მიწების ოკუპაცია. ის ფაქტი, რომ გეგმა ითვალისწინებს პალესტინური ადმინისტრაციის მარგინალიზებას და ძალიან უცნაური სტრუქტურის საბჭოს შექმნას, პალესტინელთა საქმეების
მიღების სამართავად აბსოლუტურად მიუღებელია. დონალდ ტრამპის ინიციატივას მიესალმებიან მსოფლიო ლიდერები. ვიდრე საერთაშორისო საზოგადოება ჰამასის პასუხის მოლოდინშია, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება. პალესტინური დაჯგუფების ტყვეობაში კი თითქმის 2 წელია 48 მძევალი რჩება, რომელთაგან ცოცხალი სავარაუდოდ მხოლოდ 20-ია.